სპორტის სასახლეში შეკრებილმა გულშემატკივარმა მართლაც დაუვიწყარი სანახაობა იხილა უაღრესად დაძაბული ნახევარფინალი მარსაგიშვილმა რუსეთის საუკეთესო ფალავანი ანზორ ურუშევი დაამარცხა. ეს ის ურუშევია, რომელმაც დორტმუნდში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მსაჯების დახმარებით შეძლო სწორედ მარსაგიშვილის დამარცხება და საყოველთაო აღიარებით ქართულ სპორტფენს მაშინ ოქროს მედალი წაართვეს. ხოლო დღეს მიუხედავად მარცხისა რუსეთის დელეგაციამ ყველა ღონე იხმარა, რათა პროვოკაცია გამოეწვია. ხალიჩაზე გამოაგდეს ბოთლიც და მწვრთნელმა ისროლა საკუთარი სათვალეც კი იმდენად იყო გაღიზიანებული რუსეთის საუკეთესო ფალავანის დამარცხებით. მიუხედავად ამისა ყველაფერმა ნორმალურად ჩაიარა და უკვე რუსების გაპროტესტების შემდეგ საჯთა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქულა სწორედ მარსაგიშვილს სამართლიანად ჰქონდა მიკუთვნილი და ქართულმა სპორტსმენმა გააგრძელა შემდგომ ეტაპზე ასპარეზობა ფინალში ქართველი სპორტსმენი, როგორც გითხარით, სომეხ ფალავანში. ისინი უკვე ხალხთან მივიდნენ, გარკვეულად გამომწვევადაც იქცეოდნენ და უკვე დაცვის პოლიციის თანამშრომლების დახმარებით მათ დატოვეს სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია. სავარაუდოდ ეს ყველაფერი განიხილება უკვე შესაბამისად ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის კოლეგიაზე და რუსეთის სამწვრთნელო შტაბის ქმედებაზე უკვე საერთაშორისო ჭიდაობის ფედერაცია იმსჯელებს.